გამარჯობა ჩვენ ახლა ვიმყოფებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უწყოდი პროტესტის 120 დღე მიმდინარეობს. მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ უცვლელი მოთხოვნებით, რომ გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქეები და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები. პარლამენტის შენობასთან ასევე მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაწყებული უწყვეტი 24 საათიანი პროტესტი. ისინი უკვე კვირაზე მეტია, რაც პარლამენტის წინ რჩებიან და ასე გამოხატავენ თავიანთ პროტესტს და ითხოვენ მთავრობის მხრიდან მოისმინონ მათი მოთხოვნები და აღიქვამონ ისინი. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი 120 დღესაც გადაკეტეს. ისინი სხვადასხვა ნიღბებით, საშუალებებით იფარავენ დასახეს, რათა თავი აიცვან იმ 5,000 ლარიანი ჯარიმებისგან, რომელიც დააწესა ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ მანიფესტაციის კანონის შესაბამისად. მოგეხსენებათ, დაიხურა უამრავი ფონდი, რომელიც აქამდე მოქალაქეებს ეხმარებოდა შეეკრიბა ის სახები, რომელიც მათი ჯარიმების დასაფარად იყო საჭირო და არა მარტო. დღეს სასამართლომ არ მოხსნა ყადაღან ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს და ის ამბობს, რომ სამწუხაროდ დადგა ის დღეც, როცა ადამიანებს, რომლებსაც გადარჩენას უთხოვთ, უნდა გითხრათ, რომ აუცილებლად მიმართეთ აი ამ ადამიანებს, გულისხმობს ის მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძეს, რადგან ისინი ვერ ხედავენ მათ და სწორედ მათი პასუხისმგებლობაა, რომ ამდენი ადამიანი დახმარების გარეშე რჩება. გარდა აქციებზე არსებული ჯარიმებისა, ნანუკას ფონდი და სხვა ფონდები ეხმარებოდნენ ადამიანებს იმ კომუნალობის ხარჯების დასაფარად და სხვა სოციალური საკითხების მოგვარებაში, რომელიც ჩვენს დღის წესრიგში საკმაოდ მწვავედ დგას. ხვალ პირველ საათზე არის დაგეგმილი შრომის და ჯანდაცვის სამინისტროსთან მაღაროელების აქცია. ისინი ავრცელებენ მოთხოვნებს, რომ სასწრაფოდ დაინიშნოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ხდომა და მასში მონაწილეობა მიიღონ მაღაროელებმაც და ასევე მინისტრი შეხვდეს მაღაროელების საინიციატივო ჯგუფს და სასწრაფოდ ორგანიზებს ჭიათურის მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფა. ისინი ამბობენ და ასე მოწოდებას ავრცელებენ საკვები და სამართალი ჭიათურში. 31 მარტს არის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა, ასევე 31 მარტს 8 საათზე პარლამენტის მიმდებარედ არის ჩანიშნული ფართომასშტაბიანი აქცია. ამავე დღეს 7 საათზე სტუდენტები საერთო მსვლელობას გეგმავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან რუსთაველის მიმართულებით. ასევე 31 მარტს ფართომასშტაბიან პროტესტზე სიტყვით გამოვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მე აქ დაგამშვიდობებით ნახვამდის